გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. უკვე მეორე დღეა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ. პრემიერ-მინისტრის წერილის გამოქვეყნების შემდეგ პარტიის მხოლოდ რამდენიმე წევრმა აღიარა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ სააკაშვილის მთავრობის ლოიალურ დამოკიდებულებებს ხელი ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს. მართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ვალდებულია გარედაკვეთით დავალებების სრულყოფილად შეასრულოს. ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცელი წერილი და ანალიზი გუშინ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას. რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხებოდა. თემაზე საუბართ პირდაპირ ეთერში ლელა ჯავახიშვილი გააგრძელებს. ლელა, გისმენთ. რატომ დასჭირდა რუსეთის ომის დამნაშავედ შეფასებისთვის სააკაშვილის პარტიას 14 წელი დრო აგვისტოს ომიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე? ნაციონალურ მოძრაობაში პასუხი ისევ არ აქვთ, თუმცა ზოგიერთი არ მალავს, რომ რუსეთთან მაშინდელი ხელისუფლება დათბობის პოლიტიკას ევროპაში არსებული ძალების განწყობების მიხედვით აწარმოებდა და მიდგომებით სწორედ გეოპოლიტიკური ინტერესების შესაბამისად შეიცვალა. სწორედ 2022 წლიდან დაიწყო ნაცმოძრაობამ ეგრეთ წოდებული რუსოფობიის აქტიური კამპანია და არა მაშინ, როდესაც მათთვის ამის ლეგიტიმური პირობები არსებობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილის გუნდიდან დღეს ფაქტობრივად მორიგ ჯერზე აღიარეს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერას და რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემაც ევროპის მიდგომებმა გადაწყვიტა. ევროპაში ეგონათ, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობა შესაძლებელი იყო პუტინთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2015 წელს ის ბარბაროსი აღმოჩნდა და თავს დაესხა უკრაინას და მოახდინა ყირიმის ანექსია და შემდეგ ჩვენ ნახეთ ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაში. ამიტომ დღეს ევროპაში ძალიან ხვდებიან, რომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს. ჩვენ რაც შევძელით, ის გავიტანეთ. რაც შეეხება რეზოლუციას, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ მაშინ იყო ევროპაში განწყობა, რომ შეიძლებოდა თურმე პუტინთან ენერგეტიკულ საკითხებზე თანამშრომლობა და არ ქონდა სრული მხარდაჭერა საქართველოს. გარედავალების უსიტყვო მორჩილება და ნულის შესაძლებლობა მანევრირებისთვის ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას და შეცვლილ განწყობებს. ქართული ოცნება უმრავლესობის თქმით, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ მათი ოპონენტები მიდგომებს გლობალური ძალების საჭიროებების მიხედვით იცვლიან და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნის საჭიროებებს აყენებენ. ფაქტი და მოცემულობა ერთია. არავითარი განგაში, არავითარი დაძაბულობა, არავითარი დაპირისპირება სამართლებრივ სფეროში რუსეთთან არ მიმდინარეობდა. პირიქით, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ის გაკეთებულიყო, რაც უღარ ნახეს. იმ პერიოდში არავის არ ენაღლებოდა საქართველოს და რასაკვირველია, სააკაშვილიც ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს. იმ პერიოდის დასავლეთს სჭირდებოდა გარკვეული გადატვირთვა. რუსეთთან ურთიერთობაში ჰქონდა შეკვეთა ურთიერთობის მოგვარების, დაალაგების და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების. ასეთი იყო შეკვეთა. დღეს სხვა შეკვეთაა, დღეს სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოსგან უნდათ გარკვეული მორჩილება, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამ ომში, რომელიც მიმდინარეობს, სჭირდებათ საქართველოს ჩართულობაც. ეკონომიკური ომი იქნება ეს თუ სამხედრო დაპირისპირება იქნება და გარდა ამისა, შუა დერეფნის თემა გაცილებით უფრო აქტუალურია დღეს. აქედან გამომდინარე დამკვეთის შემსრულებელს ჰქვია აგენტი ჩვეულებრივად და აგენტურული საქმიანობა გულისხმობს იმას, რასაც დღეს აკეთებენ ისინი. აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა სტრასბურგსა და ჰააგაში მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოიგო. მადლობა ლელა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ლელა ჯავახიშვილი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ნატალია კორძაია შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ნატალია კორძაიას მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. ის 2023 წლიდან მილანში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში. სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავა. გამოძიების მიხედვით საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და საფეხბურთო კლუბ გარდაბნის მწვრთნელმა საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარების მიზნით ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, სანაცვლოდ კი მისგან $3,000 აიღეს. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. The club Gadaban is training in Gustavo. Get this as a sponsor for him to get his ID card. Okay. But if you want to pay for to make it 1 year, it's your business. I told you the other time. I don't know you talk about 3,000, 3,500. If you want the contract to be into next year, before you, the lawyer will put in the document. Yes. Do we have a pen? No, this is professional. So you patent it? Yes, you do it. Government will do it for you. So $3,000 as we discussed. Yeah, so you can come from. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ასევე სხვადასხვა ადგილიდან მტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეთადონი და მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე კი დაკავებულია 1 პირი. გამოძიების მიხედვით რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგის გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს საზღვარზე გადმოიტანა 713 გრამი 153,817 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები. დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კახაკალაძის განცხადებით არის მცდელობები რუსაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანა. დეზინფორმაციულ განცხადებებზე თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჩვენ სამუშაოები დავიწყეთ 23 ივლისს და მაშინვე საზოგადოებას უთხარით, რომ 4 თვე დაჭირდებოდა გამზირის სრულ რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ მე გამოვედი მთავრობის სხდომაზე და საზოგადოებას უთხარი, რომ სამუშაოებს დაჭირდებოდა 4 თვე, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, არ ვიცი რატომღაც დააფიქსირა, რომ ეს 2 აგვისტოს მოხდა, რომ სამუშაოების ვადა თითქოს ჩვენ გადმოვწიეთ და ოქტომბერში უნდა დავამთავროთ და ჩდებოდა თურმე ეჭვი, რომ სამუშაოები არაჯეროვნად იქნებოდა შესრულებული, უხარისხოდ შევასრულებდით და ეს ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. კრიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა ესეც არ იკმარა და სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია თითქოს რეაბილიტაციის ფარგლებში გამზირზე მასიურად იჭრება მრავალწლოვანი ხეები და თბილისის მერია წვანეს სივრცეებს ანადგურებს. ეს რა თქმა უნდა არის სიცრუე, რომელსაც ფაქტები არ ადასტურებს, თავისუფლების მოედანზე მოიჭრა. ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული, უღროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. აი ესე გამოიყურებოდა ის კონკრეტული ხე, რომლის მოჭრა განახორციელა ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა.
ახლა კი უცხოეთის ამბები ომი გრძელდება. უკრაინაში რუსეთის ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით მორიგი მასირებული თავდასხმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 15 ადამიანი, 50 კი დაშავდა. დარტყმების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო ოპერაცია. საპასუხოდ უკრაინამ ტულის, მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქებში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრებზე დრონებით იერიში მიიტანა. ობიექტებზე ხანძარია. ვაშინგტონმა თეირანს კონკრეტული პირობა წაუყენა. დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი უახლოეს პერიოდში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნეს, შეერთებული შტატები ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო იერიშს მიიტანს. ტრამპის თქმით, შტატებისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ამ საკითხზე რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონი, თეირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის შესახებ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობენ. გავრცელებული ცნობებით დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტასა და ირანის ბირთვულ პროგრამებზე მოლაპარაკებებს განახლებას ითვალისწინებს. ირანის სახელმწიფო მედია კი წერს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლოა გადაიდოს, თუ ვაშინგტონი თეირანის მიმართ მუქარის რიტორიკას არ შეცვლის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ესპანეთში განვითარებული საიმიგრაციო კრიზისის ფონზე საზღვრებზე კონტროლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. როიტერის ინფორმაციით, ბლოკის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო კონფერენციაზე სამართალდამცველი უწყებების ხელმძღვანელებმა ესპანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს. არალეგალური მიგრაციის ორგანიზატორი ქსელების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე იმშელეს და აღნიშნეს, რომ სეუტაში განვითარებული კრიზისი ევროკავშირის შიდა დაპირისპირების მიზეზად არ უნდა იქცეს. და ისევ საქართველოს ნაციონალურ მოძრაობაში ყრილობა მოქმედი თავმჯდომარის ბოიკოტის ფონზე იმართება. დღევანდელ შეკრებამდე 3 საათი რჩება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, თინა ბოკუჩავა მიიღებს თუ არა ყრილობაში მონაწილეობას, რომელიც არალეგიტიმურად რამდენიმე დღის წინ თავად გამოაცხადა. მის ბრალდებებს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა სააკაშვილის დავალებით პოლიცსაბჭოს სხდომის ოქმი გადამალა და ხელმოწერები გააყალბა, უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ნაციონალურ მოძრაობაში. მართველი გუნდის შეფასებით კი პატიმარი ექს-პრეზიდენტის პარტიაში ბრძოლა შიდა პარტიული გავლენებისთვის გრძელდება. სახელმწიფო გუნდი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა საკუთარ გუნდს პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოუტანა. პოლიტიკური საბჭოს ხდომა ჩატარდა წესების დაცვით, დებულების შესაბამისად, არანაირი ლეგიტიმურობის ეჭვი არ არსებობს და თუ ვინმეს აქვს ეს ეჭვი, დღეს გაიფანტება. თინა ბოკუჩავა არის ერთ-ერთი კანდიდატი მმართველ საბჭოში, დროებით საბჭოში. ყველა ლიდერი არის ამ საბჭოში. ჩვენ სწორედ 5 აგვისტოს იმიტომ დავნიშნეთ ეს ყრილობა, რომ მას ყველა დასწრებოდა, ყველა ლიდერი. ცხადია, ველოდებით თინა ბოკუჩავასაც. არის ლიდერი ერთი ყავთ. ბელადი სააკაშვილის მიაჩნია, რომ ჟორჟოლიანი უნდა იყოს ხელმძღვანელი. და მეაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ქვია შტურმით ციხის აღება. ვერც ხაბეიშვილმა ვერ შეასრულა, თუმცა დაპირისპირებები ბევრი იყო. არ შესრულდა დავალებები და რასაკვირველია, შიდა ფრონტზე გაცილებით მეტი ძალის მობილიზება ჩათვალა საჭიროდ და ამაში ჩათვალა საჭიროდ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება. ომი გამოაცხადა ფაქტიურად, უკვე დიდი ხანია 2013 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად იყო რამოდენიმე მცდელობა რევოლუციისა. აქაც სააკაშვილის საკითხი იკითხება, სახელი იკითხება ყველგან. დღეს იმ საპატიმროდან მეაჩნია, რომ თავისი ახალი იმიჯით, ახალი ვარცხნილობით, ახალი პოლიტიკა უნდა შესთავაზოს ნაციონალურ მოძრაობას. დესტაბილიზაცია იყო ეს შინაარსი და მომავალშიც სააკაშვილი არანაირ სხვა ინტელექტუალურ დონეზე არაპირებს ასვლას. გაეროს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს. ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე მონაწილეობს. თამარ ზოდელავამ საერთაშორისო აუდიტორიას გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით ქვეყნის ხედვა და წარმატებული რეფორმები გააცნო. გაიმართა თემატური სესიებიც.
კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას გავუზიარე ის მიღწევები და რეფორმები, რომელიც განხორციელდა საქართველოს მიერ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. აღსანიშნავია, რომ ივნისში საქართველო მასპინძლობდა საჯარო სერვისების გაეროს ფორუმს, სადაც ასევე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გაზიარებული ყოფილიყო საქართველოს რეფორმები. განვითარების პროცესებისათვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება საჭირო დროსა და საჭირო ადგილას. სწორედ ახლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც განსაკუთრებით შერჩევითები უნდა ვიყოთ და ვუზრუნველყოთ, რომ გეოსივრცით ინფორმაცია მაქსიმალურად პროდუქტიულად ინტეგრირდეს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, როგორც წინსვლისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი გზა. საქართველოს ფინტეკ ასოციაციის ინიციატივით არასაბანკო ფინანსური სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა ფინტეკ ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევები, მიმდინარე რეფორმები და სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებმა სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელიც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს. ქონდა დავალება, რომ დაგვეწყო მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, შეგვექმნა ჩვენი შიდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჭიდრო კავშირში იქნებოდა ეროვნულ ბანკთან და შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ დღესაც ამაზე შევთანხმდით იმაზე, რომ გვაქვს უკვე მკაფიო სურათი, როგორ წარმოგვიდგენია ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია, ანუ რა ტიპის წინადადებით მივდივართ, ასევე გვაქვს შიდა საკომუნიკაციო გეგმა, რომელთაც დავიწყებთ უკვე მუშაობას კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით. სექტორი მზად არის იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან როგორც მარეგულირებელთან იმუშაოს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ამ სფეროს უფრო მეტ განვითარებისთვის, იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, მეტი დოვლათი შეიქმნას და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახოს კლიენტზე. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის განახლება მიმდინარეობს. სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე და ეკოლოგიური გარემოს შექმნას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და განახლებადი ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას. ვიმყოფებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ბუგეულში, სადაც მიმდინარეობს ბუგეულის საშუალო სკოლის სრული რეაბილიტაცია. სკოლა იყო წვავით ავარიული და დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს სკოლის კონსტრუქციული ნაწილის მოწესრიგება. კონსტრუქციული ნაწილის დასრულების შემდეგ დაიწყება სარემონტო სამუშაოები. სკოლა არის გათვლილი 200 მოსწავლეზე. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მერთან ერთად ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კოსტავას, ყიფიანისა და ლომოურის ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტისთვის კი 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. რამოდენიმე ქუჩაზე უკვე სამუშაოები დასრულებულია, რამოდენიმე ქუჩაზე უკვე პირველი ფენა დაგებული, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, მასშტაბური პროექტი გაკეთდა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია ჩატარდა და რა თქმა უნდა ამ გზების რეაბილიტაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მოსახლეობისთვის. რამდენიმე ქუჩაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გეგმავთ, რომ დავასრულებთ წლის ბოლომდე. ამ სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა როგორც ტროტუარები, ასევე განათება, დამონტაჟდება ახალი მოსაცდელები ცენტრალურ ქუჩებზე, სანიაღვრე არხები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტო სისტემაში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს. ახალი კადრების დასაქმების მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება. ეროვნული სატყეო სააგენტო სისტემას 500-მდე ახალი თანამშრომელი დაემატება. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ შესაბამის რეგიონულ სატყეო სამსახურებში გაიარონ გასაუბრება და ტყის მცველის პოზიციაზე დასაქმდნენ. ეროვნულ სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში დაემატა ტყის დაცვის კომპონენტიც, შესაბამისად 1,700,000 ჰექტარი დაიყო 903 სამცველოდ, სააგენტოს დაემატა 499 ახალი კადრი, აქედან 401 არის ტყის მცველი, ხოლო დანარჩენი მეტყევე. მსურველებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამის რეგიონალურ სატყეო სამსახურებს, გადმოაგზავნონ პირადი ინფორმაცია და გაიარონ გასაუბრება.
სოფელ ატენში იაპონურ ქართული ტექნოლოგიური ფესტივალი GM Festi 2026 გაიმართა. მასში გორის მუნიციპალიტეტიდან 300-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში ღირსშესანიშნავი წარმოდგენილია ქართული და იაპონური კულტურა. ახალგაზრდები დამთვალიერებლებს გაცნობენ ქართულ და იაპონურ სამზარეულოს, ეროვნულ სამოს, ხელოვნებასა და შემოქმედებას. ღონისძიების ტექნოლოგიური ნაწილი დაეთმობა ინოვაციებსა და თანამედროვე ციფრულ მიმართულებებს. აღნიშნული ფესტივალი ემსახურება ორი ქვეყნის მეგობრობას, მსგავსი ტიპის ფესტივალების დაორგანიზება ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. მინდა მადლობა გადაუხადო ინიციატორებს, ასევე ორგანიზატორებს. მადლობა მინდა გადაუხადო მონაწილეებს და უსურვო წარმატებები და გორის მუნიციპალიტეტი გამოხატავს მზაობას, უმასპინძლობს ყოველთვის მსგავსი ტიპის ფესტივალებს. პროექტში მთლიანობაში ჩართულია 400-მდე ახალგაზრდა. პროექტის განმავლობაში ახალგაზრდები სწავლობენ ფილმის გადაღებას, ანიმაციების შექმნას, სცენარებზე მუშაობას. დღეს წარმოდგენილი იქნება რამოდენიმე ანიმაციური ფილმი, რომელზეც ახალგაზრდები მუშაობდნენ. ასევე დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სახის აქტივობები ქართული იაპონურ თემატიკაზე. დღეს მე წარმოდგენილი მაქვს რობოტიკა და ჩემი აზრით დღევანდელობაში ზოგადად იაპონური სტილის ანიმეები, რობოტები და ასე შემდეგ დღეს რასაც აკვირხილავთ ძალიან აქტუალურია. შუახევის მუნიციპალიტეტში ჩირუხის მთაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაულის შუამთობა აღინიშნა. ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიუღოცა. გაიმართა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩირუხის მთაზე ზიპლაინის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა. ღირსეული ცხოვრების განსაკუთრებით დიდი მადლობა გადაუხადო უხუცესებს, რომლებიც დღეს გვაძლიერებენ და ამ ტრადიციებს გადასცემენ ახალგაზრდა თაობას. ეს არის უწყვეტი ჯაჭვის სიყვარულის, ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ამავდროულად ჩვენ ხედავთ წარმატებულ პროექტებს, ჩვენ ხედავთ სულ ეხალხანს აშენებულ ზიპლაინს, განახლებულ ინფრასტრუქტურას. ჩირუხში ნამდვილი ზეიმია. შუამთობა 20-26 ზეიმობს, არამხოლოდ ჩირუხელები, არამხოლოდ მარეთლები, არამხოლოდ შუახევლები. უამრავი სტუმარი სტუმრობს დღეს ჩირუხსაც, სასიამოვნო სანახავია. ყველა თაობის ადამიანი მონაწილეობს დღევანდელ ღონისძიებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გილოცავთ შუამთობას, ჩირუხობას, მრავალს დასწრებოდეთ, ძალიან კარგი დღესასწაულია. უსურვებ ყველა მემთეურს, რომ ჯანმრთელად დიდხანს და ბედნიერად ყოფილიყოს. კურიერი 12-ზე ამი დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.